საგარეო ვაჭრობა წლის პირველ ნახევარში 6%-ით თითქმის 13 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მთლიანი ბრუნვიდან ექსპორტი 3 მილიარდ 870 მილიონ დოლარს შეადგენს. იმპორტი კი 9 მილიარდ დოლარს აჭარბებს. საქსტატის მონაცემებით საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო სამეულში ყირგიზეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანი ხვდებიან. იმპორტიორი ქვეყნების პირველ 3 ადგილზე კი თურქეთი, რუსეთი და ჩინეთია. 2026 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა. მეორე ადგილზე კი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია. მესამე პოზიციაზე კი ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია. საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტ-იმპორტი შემცირდა. იანვარ-ივნისში ქვეყნიდან 938 მილიონი დოლარის ავტომობილები გავიდა, რაც წლიურად 23%-ით შემცირებული მაჩვენებელია. მიუხედავად კლებისა, ავტომობილები ქვეყნის უმსხვილეს საექსპორტო ათეულში კვლავ პირველ ადგილს იკავებს. რაც შეეხება იმპორტს, ქვეყანაში 6 თვეში მილიარდ 600 მილიონ დოლარზე მეტის ავტომობილები შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით ნაკლებია. ამასთან, იანვარ-ივნისში საქართველოს ჩინეთიდან იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა. 6 თვეში საქართველოში 38 მილიონ დოლარზე მეტი ჩინური ავტომობილი შემოვიდა. საქართველო-აზერბაიჯანის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ციფრული სანებართვო სისტემა ამოქმედდა. შედეგად, ქართველი გადამზიდავები აზერბაიჯანის მიმართულებით სანებართვო დოკუმენტებით ელექტრონულ ფორმატში ისარგებლებენ. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ახალი სისტემის დანერგვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო კავშირების გამარტივებას ემსახურება და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების სექტორში ოპერაციების უფრო ეფექტიან მართვას შეუწყობს ხელს. სააგენტოში მიიჩნევენ, რომ მოდელი შემცირებს ქაღალდის დოკუმენტაციის გამოყენებას და მონაცემთა გაცვლას უფრო სწრაფსა და უსაფრთხოს გახდის. 6 თვეში საქართველოში 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა მცირედით შემცირებულია, მცირეკლებაა ტურიზმი და მიღებულ შემოსავლებშიც. ტურიზმის ადმინისტრაციაში ამას რეგიონულ კონფლიქტსა და მასთან დაკავშირებულ ავიამიმოსვლის შეზღუდვას უკავშირებენ. თუმცა ამ ფონზე ევროპული ბაზრიდან რეკორდული შედეგი დაფიქსირდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ბოლო 2 კვარტალში ისტორიულად მაღალი 250,000-მდე ვიზიტი დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 23.4%-ით აღემატება. მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტები ჩინეთიდან და შუა აზიის ქვეყნებიდან, თუმცა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულია და 336 მილიონ დოლარს აღწევს. მესტიის აეროპორტისთვის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა რეგიონში ტურისტული ნაკადების ზრდას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ სასტუმრო შალე მესტიას მფლობელმა ბიზნეს პარტნიორთან განაცხადა. მისი შეფასებით ახალი ტერმინალის აშენებასთან ერთად აუცილებელია ფრენების სიხშირის გაზრდა და უფრო დიდი ტევადობის საჰაერო ხომალდების დამატება, რათა მზარდ ტურისტულ მოთხოვნას აეროპორტმა სრულფასოვნად უპასუხოს. მთავრობის განცხადებით, ადგილობრივი აეროპორტების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით უახლოეს პერიოდში დაგეგმილია როგორც თელავის აეროპორტის განვითარება, ასევე მესტიაში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა. საქართველოში მულტიფუნქციური სივრცეების ბაზარი იზრდება. როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში ყოველწლიურად ახალი ობიექტები იწყებს ოპერირებას, რომლებიც მომხმარებლებს ერთ სივრცეში განთავსებისა და განტვირთვის გარდა, სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვისა და გამართვის შესაძლებლობას აძლევს. ცოტა ხნის წინ ინდუსტრიას შეუერთდა ახალი მულტიფუნქციური სივრცე Golden Laguna-ც, რომელიც თბილისიდან 15 წუთის სავალზე წეროვანში გაიხსნა. ობიექტი 40,000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული და როგორც საბანკეტო და საქორწილო დარბაზებს, ასევე საბავშვო გასართობ სივრცეებს, ოლიმპიურ და საბავშვო აუზებს, კაფეებს, წყლისქვეშა ბარსა და განთავსების ობიექტებს მოიცავს. ტერიტორიაზე განთავსებულია 12 კოტეჯი, მომავალი წლისთვის კი დაგეგმილია მაღალი კლასის სასტუმროს გახსნაც.